მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ პირველად ხვდებით ერთმანეთს არჩევნების შემდგომ და საკმაოდ ბევრი გვაქვს სათქმელი თქვენთვის ამ არჩევნებიდან გამომდინარე და ერთი რამ უნდა ითქვას. საქართველომ კიდევ როგორც ბევრჯერ ბეწვის ხიდზე გაიარა. ჩვენ მართლაც ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ქვეყანაში დაღვრილიყო სისხლი, ქვეყანა წასულიყო სახელმწიფო გადატრიალების გზით და კვლავაც საკმაოდ დიდი დილემის ქვეშ აღმოჩენილიყო ქართველიერი და თავად ბედკრული ქვეყანა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად. რა თქმა უნდა, ახლა არჩევნების შედეგებთან გამომდინარე, ჩვენ პრინციპში რაიმე სიურპრიზს არც ველოდით და რასაც ველოდით ის მივიღეთ. ქართულმა ოცნებამ ყველა რაიონში გაიმარჯვა, ყველა მერი, რომლებიც იქ დაარჩეული, ეს არის ქართული ოცნების კანდიდატები, საკრებულოებში უმრავლესობა იქნა მოპოვებული და ამაზე საერთოდ პრინციპში რაღაცა გარკვეული სიურპრიზზე და რაღაცა სიახლეზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს უხერხულიც იყო ჯერ კიდევ არჩევნების წინ, მაგრამ იყო აქ მოლოდინი იმისა, რომ დიდად რაღაცა დიდი მოლოდინი ჰქონდათ ნაცებს, რომ 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. ეს იყო მათი ლოზუნგი. ყველა მეუბნება ბატონო პაატა, ვამთავრებთ 4-ში, ვამთავრებთ ბატონებო, დაიჯერეთ ვამთავრებთ. 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ. პროცესი 4-ში დაიწყება და 4-ში დასრულდება. შეგვიძლია რომ 4-შიო დავამთავროთ. ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ 4 ოქტომბერს ვიკრიბებით, რომ დავასრულოთ ეს ხელისუფლება, მაგისთვის ვიკრიბებით, ხო? 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ. დადგა 5 ოქტომბერი. და მართალიც აღმოჩნდა. 4-ში დაიწყეს და 4-ში დაამთავრეს. ესე იგი, არ ვიცი, აი ესე როგორ იწინასწარმეტყველეს მათ თავიანთი ბედიღბალი და მომავალი, აი პირდაპირ საოცრებაა რა და ეხლა ესეთი წინასწარმეტყველება, რომ 4-ში დასრულდებოდნენ თვითონ როგორც პარტია, როგორც გარკვეული პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძოდნენ აი ამ მიზნებისთვის, რომელი მიზნებიც მათ ჰქონდათ, ნამდვილად არავინ არ ელოდა, რომ აი ესე დასრულდებოდნენ. და ესე სწრაფად, აი იცით რაღაცა გარკვეულწილად აი ესე იგი გამარჯვებაც არ ჰქონდა ნათქვამიო და იმ წუთასვე ის რაღაცა გარკვეულწილად ილეთი გამიკეთა და დამაგდო დათნი მაშინ რო არის ბაშიაჩუქში და ესე იგი გამარჯვება არ ჰქონდათ ნათქვამი და მართლაც ისე დაენარცხდნენ, რომ ვერც ვერასდროს ვერ ადგებიან. დაიწყო აქცია იმითი, რომ პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა, რომ რაღაცა თარკვი დიდი განაცხადი, რომ 7 კაცი უნდა დავიჭიროთო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე და იყო ამაზე საუბარი, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ნახეთ, რომ ყველაფერი პრინციპში უკუღმა წავიდა, მათ და უკუღმა წავიდა ეს ყველაფერი და მე სიმართლე რო გითხრათ, აი ესეთი განცდა დამეუფლა, რომ ეს ადამიანები ვიღაცებმა ძალიან წარეთ მოატყუეს, იმიტომ რომ ეხლა იცით ქმედებაში ყოველთვის არის რაღაცა მოტივი, რაღაცა ლოგიკა. ეხლა პაატა ბურჭულაძე შეიძლება დიდი პოლიტიკოსი არ არის ნამდვილად, მაგრამ ესე როგორ გააცუცურაკეს ეს კაცი, რომ ეხლა იცოდა, რომ თუ კი ეს ყველაფერი ისე ჩაივლიდა, რომ შედეგი არ დადგებოდა, საკმაოდ დიდი წლები მოუწევდა მას, ბევრი წლები მოუწევდა ციხეში ყოფნა, 9-10 წელი მას გარანტირებული აქვს უკვე, თუ რამე არ მოხდა და არ შეიცვალა, ციხეში მოუწევს ყოფნა და ეს ეხლა იმდენად გარანტირებული უნდა ქონოდა მას ყველაფერი, რომ ამაზე წასულიყო, გესმით? ანუ მას უნდა ქონოდა მყარი გარანტია იმისა, რომ აი ამ ნაბიჯს რო გადადგამდა, ეს ყველაფერი დაგვირგვინდებოდა იმ შედეგით, რომელიც პრინციპში უნდა მიიღოთ მათ. მაგრამ ნახეთ, რომ შედეგი არ დადგა. არა და აქციის წინ განწყობა იყო ძალიან ისეთი ოპტიმისტური. აი რაღაცა შირშემთხვევებში, როდესაც უყურებდი ამ აქციის პერიპეტიებს, ხო?
აი რაღაცა თითქოს მეუფლებოდა რომ რაღაც არასერიოზულობასთან მქონდა საქმე. აი მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული დედა გამოვიდა იქ და საუბრობდა იმის შესახებ რომ მე ეხლაო პაატა ბურჭულაძეს თან მინდოდაო შეხვედრაო რომ მასთან მეცეკვაო მეო თავადის ქალი ვარო წერეთელიო და კარგი იქნებოდაო რომ 1-2 რაღაცა გასმა გაგვეკეთებინაო თავადის ქალ ეკატერინე წერეთელს სოფლიო ბანისთვის პაატა ბურჭულაძისთვის რომელიც არის სულის ჩამდგმელი აი ამ ყველა პროცესის რაც აქ ხდება მე მინდოდა მისთვის მეთხოვა და მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ისტორიული კადრი ავანტურა იმაში მდგომარეობს მე მინდოდა რომ მისთვის მეთხოვა რომ მე მინდოდა მასთან ერთად აქ ცეკვა სრულიად ორი ბრუნიც კი საკმარისი იქნებოდა. სამწუხაროდ ხალბატონო თქვენ ამ ცეკვას ვეღარ შეასრულებთ პაატა ბურჭულაძესთან. იმიტომ რომ პაატა უკვე ისეთ ადგილას არის რომ არ ვიცი ეგრო გამოვა იქიდან მაგის თავი ნამდვილად აღარ ეკდება თქვენთან ვალსი იცეკვოსან რაღაცა ხალხური ცეკვის რამე ილეთი შემოგთავაზოთ. ამიტომ დააგვიანეთ თქვენმა მატარებელმა გაგასწროთ და პაატა ბურჭულაძესთან ცეკვა ეს თქვენთვის იქნება რაღაც აუხთენელ ოცნებად. აუხთენელ ოცნებად, ისევე როგორც ბატონი დავით აქუბარდიას ოცნებებიც ძალიან ისე ყისიერად ჩაიფუშა. ყოფახიზეს გული არ გაუზღდეს, ხო იზახის 50-150 კაცი იქრებებაო და ძალიან მეშინია მაგბისი არ გაუჭაღარავდეს პლასმასის თმები. ამას გეტყვი და დამიჯერეთ კაი რაღაცა გითხარით. მე ვფიქრობ რომ გადატეხილია ისა რა ხალხის ზალა არის ყველაზე მთავარი და შევხედოთ რა იქნება თუ ეხლა ამათმა ზალა იხმარეს ესენი ზალას ეხმარენ და დამთავრდება ამითი ყველაფერი დღეს თუ ბიზნეს უზმედით კანკალებდა კაცი რადგან კანკალებს იცის რომ დღეს რისხვა ექნება მაგას ეს ხალხი არ მოითმენს ზამეკო არ მოითმენს და სორსაც იზამენ დღეს ერთადერთი დღე გვაქვს როდესაც ხალხი არის ზალაუფლების წყარო და დღეს რადგან აქაა ხალხი ეს ნიშნავს რომ ამათ არ უნდათ ის ხელისუფლება ლოგიკა არის და სტრატეგიული გამარჯვება უკვე მოვიყარეთ და შეხედეთ უნივერსიტეტიდან ჯერ არ მოსულან სტუდენტები დამთავრებული ამათ მორალურად განადგურებულები არიან დანარჩენი მერე ტექნიკის საქმეა ასე რომ ვეთვალ მოგცეს თავისუფლების ჟინი ერთი მისი არ იყოს ეხლა მოულოდნელ და ჩამოხკრა უბედურების ზარმაო და როგორ ყველასთვის თქვენთანგანისთვის ჩამოკრა აი ამ უბედურების ზარმა საოცრება ბატონი დავითი გამოდიოდა და საუბრობდა რომ რაღაცა პრემიერ-მინისტრიო ცუდად დაამთავრებსო ყველა ცუდად დაამთავრებსო და არ ვიცი საბოლოოდ როგორც ბატონ დავით შვევი არც ერთი მისი წინასწარ მეტყველება რო არ ხდება ესეც განწირული აღმოჩნდა იმისათვის რომ რაღაც ეს ოცნებები ჩაფუშულიყო აქციას ასევე თან ახლდა ის რომ ჩვენ ტელეეთერებით ვადევნებდით თვალყურს როგორ მიმდინარეობდა არჩევნების პერიპეტიები როგორც ჩვევია ხოლმე ამ ნაცმედიას დრამატიზირებას ახდენდნენ საარჩევნო უბნებთან დარბოდნენ ეს განსაკუთრებით ნატო გოგელი აქტიურობდა ხან ვიღაცას მიუვარდებოდა ხან ვიღაცას მიუვარდებოდა და ცდილობდა რომ პროვოცირება მოეხდინა იმისა რომ აი თითქოს ვიღაცები მას დევნიან მას ავიწროებენ მასზე იერიშია და ნუ აი რაღაც სპექტაკლები იდგმებოდა განსაკუთრებით ერთ-ერთი სპექტაკლი მომეწონა ტევ პირველის მონაწილეობით ეხლა ბატონი კორპუსთან შეირნობდა ნუ ჩვეულებრივად ადამიანი იყო რაღაცა ტიტველი არ გამოსულა და შარვალ რაღაცა მოკლე შარვლით არ დადიოდა ეცვა შარვალი და რაღაცა ეცვა რაღაცა კურტკა და რატო დადიხართ ასეთი გამოპრანჭულიო რა საინტერესოა ვინ გთხოვათ აქ გამოპრანჭული ყოფილიყავით დელიდან თქვენ საარჩევნოებთან ესე გამოპრანჭული ხართ ხოლმე უბაში დელიდან არა როგორ თოხი და ბარი არ მეკავახეთ ხო აი საოცრება არ არის მეგობრებო ეხლა რომ აი ამათი ლოგიკა რომ არჩევნების წინ ადამიანებს ედავებოდნენ იმას რატო ხართ ესე იგი ესეთი გამოპრანჭულებიო. ეხლა იმ კაცმა ძალიან ისე მათ ენაკვიმატად უპასუხა რა თოხი და ბარით ხო არ ვივლიდიო აქაო და აი რაღაცა შარის მოდება რო გინდა ადამიანისთვის არ იცი და რო ვერაფერს ვერ მოიფიქრებ და იმას რო იტყვი გამოპრანჭული რატო დადიხარო. მერე ამ აქციის პერიოდშიც კიდე ჩვენ დავინახეთ ისე ოდესაც ამას ვადევნებდით თვალყურს რაღაცა რა ეთყობა დაბადების დღის ცენტრიდანაც გამოიყვანეს
რაღაც სათამაშოების მსგავსი რაღაც არსებები, რომლებიც ჩაცმულები იყვნენ სხვადასხვა ფიგურებში და დარბოდნენ რუსთაველზე და საოცრებებს აკეთებდნენ, ამით უნდათ ალბათ ესე იგი მიეზიდათ გარკვეულწილად ადამიანები აქციაზე. აქციის წინა დღეებში ასევე იყო მოწოდებები, ჩვენ კარგად ვიცით, უამრავი იმ ადამიანისგან, რომლებიც ჩანერგილი იყვნენ ნაცების მიერ, განსაკუთრებით აქტიურობდა ის ხალხი, ვინც ძალოვან სტრუქტურებში თავი გამოიჩინა, განსაკუთრებით GDD-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი შაიშმელაშვილი, რომელიც მოუწოდებდა ხალხს აქციაზე მისვლისკენ და აგრეთვე იმაზე საუბრობდა, რომ ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც მათ სურდა, მაგრამ აი როგორც შაიშმელაშვილის საქმე წავიდა კარგად, ისე წავიდა იმ აქციის საქმე. დავინახეთ, რომ ყველაფერი წარიმართა მათი ნების საწინააღმდეგოდ. ფალ 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება და თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებო გეძლევათ შანსი გახდეთ ამ უნიკალური პროცესების თანამონაწილე. ყველაზე კარგად ხებენ იცით, როგორ არის დეგრადირებული დღეს სისტემა. არათუ სისტემა, როგორ არის მოშლილი მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუციები. ყველაზე კარგად ხებენ გრძნობთ სოციალური უსამართლობის იმ შედეგებს, რომლებიც ქართულმა ოცნებამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა საქართველოში. ჩახედეთ თქვენ შვილებს, ჩაიხედეთ სარკეში, შეხედეთ რუსთაველზე მდგომ საზოგადოებას, რომელიც გულწრფელად ითხოვს თავის წინ საქართველოს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. გაიხსენეთ თქვენი ფიცი, დაიცვათ საქართველოს შიდა და გარე მტრებისგან და ემსახუროთ საქართველოს, ემსახურეთ საქართველოს და დადექით საქართველოს უკეთესი მომავლის გვერდით. ყველაზე დიდი საოცრება ის გახლავთ, რომ აი უკვე მერამდენე არ ვიცი გადაცემა ვსაუბრობ განათლების სისტემაზე. მე ნამდვილად ბოდიში და კი არ მეხალისება მე ამ განათლების სისტემაზე საუბარი. მაგრამ აი ამ აქციამაც დაგვანახა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მასწავლებლები პირდაპირ ჩათვლებს აკეთებდნენ აქციიდან და მოუწოდებდნენ ხალხს, რომ მოსულიყვნენ აქციაზე. დღეს 4 ოქტომბერია, არჩევნების დღე. და მე წავედი. დიახ, მე წავედი. მე წავედი იქ, სადაც ქართველი ხალხია. მე წავედი იქ, სადაც საქართველო დგას და მივახარ. მე წავედი აი იქ, სადაც შემი ეხნის პატრიოტი ადამიანები დგან, რომლებისთვისაც სამშობლო მხოლოდ სიტყვა არ არის. ასე რომ დიდი იმედი მაქვს და მე როგორც პედაგოგი დიდი იმედი მაქვს, რომ პედაგოგების მეტი წელი დგას აი იქ, სადაც შველი ქვეყანა. ენდი დამენახე, ოღონდ წყალებში კრისასავი გარდავიმაროთ. აქა ვარ, სადაც შენ უსები გონია. ენდი გამოდი დამენახე. ეს ჩემი საქართველოა. ეხა ეს ქალბატონი რაღაცა მე სიმართლე რო გითხრა, TikTok-ელერ ბლოგერად უფრო მიმაჩნდა, იმიტომ რომ აი ამ სოციალურ ქსელში ხვდებოდა ყირაზე გადადის ეს ქალბატონი და ეს თუ ეხლა მასწავლებელი იყო, საერთოდ არ ვიცოდი და ასეთი მასწავლებლები თუ არის დაკომპლექტებული ჩვენი სკოლები, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე და მარტო ეს ქალბატონი ნამდვილად არ ყოფილა იქ, როდესაც გამოდიოდა და მე მასწავლებელი ვარ და ბავშვებო მოდით აქციაზე, ბევრი იყო ესეთი და იმიტომაც არის ჩვენი ახალგაზრდობა აი ესეთ მდგომარეობაში რო არის და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი რომ მიდის აქციებზე. განათლების სამინისტროს
მუშაკებს და თვითონ მინის გონია რომ რაღაცა კომპიუტერებს რო შეიტანს და რაღაცა ინფრასტრუქტურას რო ანუ განაახლებს ან სკოლებს მაგით იწყდება მარტო განათლების საკითხი. ეს კარგია, ვინ დაობს რომ სკოლები კეთდება და მაგალითად ბევრ რაიონში კეთდება, ნაძალადებში, უამრავ რაიონში მე ვადევნებ და მივესალმები, მაგრამ სააკაშვილის დროსაც კეთდებოდა სკოლები, მაგრამ ნახეთ როგორი თაობა, ბუჩქების თაობა მივიღეთ ჩვენ. აქ არის კადრები. აქ კადრებია მთავარი. ჩვენ უნდა დავაკომპლექტოთ აი ეს განახლებული სკოლები იმ კადრებით, რომლებიც ბავშვებს არ მოგვიწამლავენ. აქციაზე არ გავლენ და ეტყვიან, რომ გამოდით ბავშვებო და ნიშანს დაგიწერთო. ჩვენ უნდა შევიყვანოთ სკოლებში, უნივერსიტეტებში ისეთი მასწავლებლები, ისეთი პედაგოგები, რომლებიც ჩვენ შვილებს ეროვნულ ნიადაგზე აღზრდიან და არა ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ესე იგი მოწამლავენ ჩვენ შვილებს და დააყენებენ უცხო ქვეყნის სამსახურში. ამაზე უკვე ლაპარაკობ, დავიღალე კიდევაც ამაზე ლაპარაკით, მეგობრებო, იმიტომ რომ ხო არ შეიძლება მუდმივად გქონდეს ჩვენ საუბარი იმაზე, რომ მიხედეთ განათლებას. ეს განათლების სამინისტროში შეიძლება ხელმძღვანელობა შეიცვალა, მაგრამ იქ დეპარტამენტები, იქ გარკვეული განყოფილებები სავსე არის ნაციონალებით. არაფერი არ იცვლება. სკოლის დირექტორები ასევე გადასახედია მათი თემა. შეიძლება კაცო მასწავლებელი იქ ჩართვებს აკეთებდეს და პედაგოგები აკეთებდნენ ჩართვებს, რომ აი ჩვენ აქა ვარ ჩემოგვიერთით. შეიძლება სკოლის პოლიტიზირება მოხდეს? არ ვიცი, აი როდემდე შეიძლება ამაზე საუბარი. და საერთოდ განათლების სისტემასთან ერთად ყველაფრის პოლიტიზირება მოხდა აი ამ წლებში. სამედიცინო სფეროში. დღეს ეხლა ერთმა მეგობარმა მითხრა რა, რომ არის ეხლა არ მინდა დასახელება იმ საავადმყოფოების, მთლიანად გაძეძგილია ნაციონალებით. ვინმე რომ მივიდესო იქა განსხვავებული აი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი შეიძლება ბოდიში და გაფშიკოს ფეხებიო რა. გესმით თქვენ რაშია საქმე? ჩვენ ხო ვიცით ისტორიაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ესეთი რამე მომხდარა. სხვათა შორის ახლა მე ბელორუსში მეგობრები მყავს და მათ ვითხრეს რომ 2020 წლამდე სანამდე აი ამ ბელორუსში იყო მღელვარება, იქაც ესეთ სიტუაცია იყო, რომ აი მოქმედი ხელისუფლების მომხრეებს, ანუ ლუკაშენკოს მომხრეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართ იყო არაერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალის მხრიდან, როდესაც არათუ არასწორად უმკურნალეს. ბევრ შემთხვევაში ფატალურადაც კი დასრულდა მათი ბედი. მე ბოდიში და ეხლა არ მინდა ეხლა ეს თემა განვარცო და ხალხი დავაშანტაჟო და დავზაფრო და რაღაცნაირად იმას ვქნა, რაღაცა ცუდი ნოტა შემოვიტანო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ყველა სფეროში ეს ხალხი რაღაცა საცეცეებით არიან შემოსულები. როდესაც მოხდა საავადმყოფოების პრივატიზირება და როდესაც მოხდა საავადმყოფოების ხელში ჩაგდება, ვინ ჩაიგდო ეს საავადმყოფოები, ესეც ხო კარგად ვიცით. ვინ ჩაიგდო და ნაციონალებმა. უნივერსიტეტები, საავადმყოფოები არის მათ დაქვემდებარებაში. და ჩვენ თუ არ მივხედავთ ამ საქმეს, ასე არ გამოვა. არ გამოვა, მეგობრებო, ეს ასე. და ისევ ამ აქციას მინდა დაუბრუნდე ხა რა ვიცი, აი უკვე ტრადიციად იქცა, რომ ეს აქციები მარგინალი ადამიანებით არის სავსე. და ეს აქციაც, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა, არ იყო გამონაკლისი ამ ხრივ. დავოდეთ მხოლოდ მითითებას ამ ადგილიდან, თავარი მიკროფონიდან. არავით არის შიში, არავით არის დაბნეულობა. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, მანამ სანამ არ გვექნება უპირატესობა. გაუმარჯოს საქართველოს არარუსულ რეჟიმს. მე ეს რაუბედურებად იქცა, რომ ყველა აქციაზე უნდა იქნას გადაყვანილი რაღაც მოთხოვნები ანტირუსულ პლატფორმაზე, ესე იგი რუსეთის დროშები თუ არ დაწვეს აქციაზე, ისე ბოდიში და რაღაცა თავიანთ რაღაცა მოთხოვნებს ვერ იკმაყოფილებენ. და ეხლაც ესე მოხდა. ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს სიყვარულისთვის დასვეს კითხვაში, ყველას მოგიწოდეთ და ყველას გიძახით, რომ დაეხმაროთ სინათლის. და რა
რა გინდათ ეხლა ამითი რას მიაღწევთ ეხლა თქვენ ამ რუსების დროშების დაწვით თქვენ გონიათ რომ რაღაცნაირად ეხლა ეს შედეგი დაგიდგებათ იმისა რომ თქვენ დაგიბრუნებთ ტერიტორიას პუტინი ეხლა გამოხედავს ამას რუსეთის ხელისუფლება იტყვის რომ აიმე რა გვეშველება რუსეთი ეს დროშებს წვავენ და ეხლა უკვე ჩვენ რაღაცნაირად უნდა ყველაფერი დავთმოთ და ესე იგი სოხუმი და ცხინვალი გადაულოცოთ ქართველებს. ამას იტყვის გონია და მაგალითად იმას რომ ვაგინებთ ასევე პუტინს აქციაზე გონიათ რომ ამითი რაღაცნაირად ეთყობა ქვეყნის საქმე უფრო უკეთესად წავა? ნუ არ ვიცი აი რაზე არის საერთოდ საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ავანტყოფებთან გვაქვს საქმე რა. ავანტყოფებთან გვაქვს საქმე და რო კითხო ეს ხალხი დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის და მედიის თავისუფლებაზე საუბრობენ, ჩვენ არაერთი განცხადება მოგიშვენია დასავლეთის მხრიდან, რომ მედიის მიმართო რაღაცა ზეწოლა არის ხელისუფლების მხრიდან და ნახეთ რამდენი თავდასხმა იყო ჟურნალისტებზე, როდესაც მაგალითად ჟურნალისტებს თავს დაესხნენ იმის გამო, რომ პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ ისინი. თუ შეიძლება ხელს ნუ მიშლით. ხელს ნუ მიშლით. ხელს ნუ მიშლით. პირველი არხი ხარ. ხელს ნუ მიშლით. ხშირ შემთხვევებში მიდიოდნენ და აგინებდნენ უშვერი სიტყვებით და განსაკუთრებით აი ეს ქალების აქტიურობა შეინიშნება ამ მიმართულებით. რაღაცა დედრიონი ჩამოყალიბდა ნაცების დედრიონი, რომელიც აი ესე აგრესიულად იქცევა. ქართული ოცნება ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს. ხელი შენ მეიჩნი საუბარში. ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს და რუსეთი აქ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს. როგორც ხედავთ, არ გვაძლევს საშუალებას ადამიანი რომ ვიმუშაოთ. მე მიაროს გინდა და გინდა რა დამშვიდით, მიბრძან. აი შენ ახარ პირადად მოყავარ. კარგი. პირადად შენ ახარ. შენ ხარ მაგარ. ანწუხელიძის სამშობლოში რუსეთი კაკას ვერასოდეს ვერ ძალიან გთხოვთ, არაეთიკურია, შორსი დადეკით რა. არაეთიკური. მიბრძან. თქვენ დავშვიდით მიბრძანდით. დალაგდი, მეც მოქალაქე. არა, თქვენ არა გაქვთ უფლება რომ შემიშალოთ ხელი. და მე ესე უნდა მოიქცე? ესე მურთა ზოდელავა, რომელიც ხაბეიშვილთან ერთად სულ რაღაც 1-2 კვირის წინ არჩევნების წინ იქნა დაკავებული. არ ვიცი ეს ადამიანი ვინ შეაცდინა ასე თუ რა დაპირებები მიიღო, კაცი გენერალური პროკურორი იყო, მან თუ არა ძალიან კარგად იცის რა მოყვებოდა იმას თუ ეს გარკვეული მისი აქტივობა არ დასრულდებოდა შედეგიანად, ვინაიდან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მე როდესაც ეს ყველაფერი ჩაუვარდათ ამ ადამიანებს უკვე დაიწყეს გამართლება თავიანთი თავის, რომ თითქოს აი რაღაცა ეხა სხვა მიმართულებით უნდა დაიწყონ მათ ბრძოლა. მაგრამ არა უშავს, არ გამოვიდა სწრაფი გამარჯვება. მივიღოთ ფსიქოლოგიურად ეხლა ეგა. კი არ ნიჰილიზმი კი არ მივიღოთ, მივიღოთ შესაძლებლობა ბრძოლის გაგრძელების. ეს ფსიქოლოგია, ეს ფსიქოლოგიური ბრძოლაა. გესმით, მესმის გავიგე, გასაგებია. სადეთ იქ არ გამოვიდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. თუ ამას ფსიქოლოგიურად ერი იღებს ამ ბრძოლას, შესაძლებელია რომ სწრაფი გამარჯვებაც იყოს რამდენიმე დღიანი რაღაც. ეს თქვენი ხალხი იყო, ეს მაინტერესებს, ვინ შევიდნენ პირველად, ანუ ეს ჯებირის დემონტაჟი ვინც მოახერხა. ეს მაინტერესებს ამის გარკვევას. მე პირადად ვსადე, მე პირადად ირაკლი ნადირაძემ კიდე რაღაცა აი ვინც ვიყავით იქ მომენტში, ვისაც ქონდა შესაძლებლობა რომ პირადი მაგალითი მიგვეცა, ჩვენ მივეცით პირადი მაგალითი. ეხლა იცით რა შეასაქმე? ეხლა ძალიან ადვილია ლაპარაკი რაც მოხდა, მაგრამ კაცმა არ იცის იქ რომ პრეზიდენტის სასახლე აეღოთ. მართლაც რომ სისხლი დაღვრილიყო და მერე გადატრიალება მოხდარიყო, დღეს საქართველოს სხვა დღე გაუთენდებოდა. და ეხა ეს ხალხი გამოდიან და ლაპარაკობენ იმას, რომ თურმე პრეზიდენტის, ესე იგი, აი ეს სასახლის ღობე ყოფილა დამნაშავე. თურმე აი ეს პრეზიდენტის სასახლის ღობე რო ყოფილიყო მყარად, არც არაფერი მოხდებოდა, ამას სრული სერიოზულობით აცხადებენ მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები. თურმე, ესე იგი, აი ხელისუფლება არის დამნაშავე იმაში, შტურმი რო განხორციელდა, ღობე რო ყოფილიყო კარგად გაკეთებული, არც არაფერი მოხდებოდა. გესმით ხალხო თქვენ? დავსაჯოთ
პასუხისგებაში მივცეთ პრეზიდენტის სასახლის ღობეები. ეს არის ამათი მოთხოვნა, აი ამ სულელების ამათი რა. მე არ ვიცი ეხლა რაღაცა იქ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე რომ ბეტონის ღობეა, იმით ხوار უნდა გაკეთებულიყო ის ღობე იქ პრეზიდენტის სასახლესთან. და ყველა ღობე ბოლო მოინგრევა თუ კი ფიზიკური ზეწოლა მიქნება მასზე, ხო? და ეს ხალხი ამტკიცებდა იმას, რომ ესე იგი თურმე ღობე არ იქნეს გაკეთებული, მე იქ რაღაცა შეუშვეს, რაღაცა თავის გამართლების მიზნით ხავს რო ეკიდება გაჭირვებული, აი ისე ეკიდებიან რაღაცა სისულელეს რა. თითქოს ჩვენ არ მოვისმინეთ განცხადება, რომ შტურმით ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე, წავიდეთ, დავაპატიმროთ ეს ხალხი, შეჭრისგენ მოწოდებები და იქ რომ არ ყოფილიყო ეს სპეცნაზი და პოლიცია და ვიცით რომ იქ შეიჭრებოდნენ და აიღებდნენ კიდევაც. და ვიცით ასევე რომ ადმინისტრაციული შენობების აღება ეს უკვე არის რაღაცა ხელისუფლების ჩამოშლის ერთ-ერთი წინაპირობა. აი რატო იყო მაგალითად ის 90-იანებში, როდესაც ბრძოლები მიდიოდა პარლამენტის შენობაში შესაჭრელად, ანუ სადაც ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლება იყო. იმიტომ რომ იქ შესვლის შედეგად უკვე ჩამოშლილი იქნებოდა ხელისუფლება და ისინი იცავდნენ ამ შენობას. რა არ შეეძლო ეხლა მაგალითად სიტყვაზე მაშინ კანონიერ ხელისუფლება სხვაგან გადასულიყო? არა. ეხლაც ამათ უნდათ შესulis პრეზიდენტის სასახლეში თუ შევიდოდნენ, ამითი რაღაცა გარკვეული სახელისუფლებო შტოები ჩამოიშლებოდა. უკვე მათ ესეთი რაღაცა მოცემულობა ეგონათ, რომ ესე განვითარდებოდა პროცესები. და მე კიდე ხა პაატა ბურჭულაძის ბოდიში და გაკეთებული რევოლუცია მე არ ვიცი სიმართლე რო გითხრა და ამიტომაც იყო რომ შემდგომ დაიწყეს უკვე თვითონ აქციის მონაწილეებმა აი ამ ლიდერების კრიტიკა. ეს რა სისულელე მოიგონეთ. პაატა ბურჭულაძემ რაღაც სისულელეები გააკეთა. რა სისულელეა ეს? იქ წავიდეთ, აქ გეგმა დადე და გავაკეთოთ. რა დებილობაა ეს? ამდენი ხალხი გამოვიყვანეთ, ამდენი 310 დღეა ქუჩაში ვდგევართ. ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავალზე რაღაც დებილობებს აკეთებენ. შორის თავად ნაცების წარმომადგენლებიც კი უკვე კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ ემიჯნებოდნენ პაატა ბურჭულაძეს, რომ ჩვენო მაგალითად თუ აი რაღაცაო ამ მიმართულებითო სხვანაირად ვიმოქმედებით, აი თინა ბოკუჩავა გამოვიდა და თან არ უნდა დარტყმა და თან კიდე რაღაც თავის წუხილს გამოთქვა. წავიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ელოდებოდნენ რომ გასაღებს გადასცემდა ყაველაშვილი მათ. აი ამ ყველაფრის ფონზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ პროტესტის მომდევნო დღეებში გაგრძელებასთან დაკავშირებით? მე თქვენ შეფასებას მესმის, მაგრამ მე მგონი ძალიან გარკვევით თქვი რომ განსხვავებული მოლოდინები არსებობდა და მათ შორის საჯარო კომუნიკაციაშიც საკმაოდ ჩემი აზრით კაფიო იყო ეს განსხვავება მოლოდინებში. დღევანდელი დღით რა თქმა უნდა არაფერი არ სრულდება და ერთსაც ვიტყვი რომ ახლა რაღაც ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა და დამნაშავის ძიება არის სწორედ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ჩვენ მოვისმინეთ აი მაგალითად დღეს გუბაზიჩის, პატარა გუბაზიჩის განცხადება ლევან სანიკიძის აქციის წინ რომ ბაქი ბუქობდა, რომ ესე იგი ის თურმე რაღაცნაირად არ იყო საქმის ყურში. სად იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მთავარი სახეები 4 ოქტომბრის ღამეს? ეს კითხვა ჩვენ დღეს პარტიის წევრებს დავუსვით. გვაინტერესებდა ასევე სად იყვნენ პარტიის ლიდერები მაშინ, როდესაც კრიმინალური პოლიციის ათობით თანამშრომელი ირაკლი ნადირაძისა და მურთაზ ზოდელავას დასაკავებლად ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მოდიოდა. იმ დროს, როდესაც ნადირაძისთვის და ზოდელავასთვის ხელბორკილები უნდა დაედოთ, ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხოლოდ თათია ნიკოლაშვილი იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიამ დოლიძე. ბუნებრივია კითხვები რელევანტური არის, რადგან ის რომ ლიდერები არ არიან ტერიტორიაზე დამწყვეტ მომენტში, ეს არა მხოლოდ ორგანიზაციული პრობლემა, ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. შესაბამისად დღეს ჩვენ დავინტერესდით რა პასუხები ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, როგორც პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, თავად რუსთაველის გამზირზე იყვნენ, თუმცა რატომღაც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იქ ეს ადამიანები არავის არ შეუმჩნევია. პოლიტიკოსების ნაწილი გვარწმუნებდა, რომ ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა სახლში ეგონათ და ამბობდნენ, რომ მათთვის სამწუხარო იყო ის სცენა, რომელიც ნახეს. როგორც ჩანს, ახლა ნანობენ, რომ ნადირაძისა და ზოდელავას გვერდით არ იდგნენ.
საათის განმავლობაში როგორც გითხარით, თითქმის მასთან ერთად გავეტარეთ. და არავინ არ გვინახეთ და მიზეზი ამის რა არის? გაემიჯნეთ ბოლოს ამ პროცესებს. არა 5 საათის განმავლობაში ნანუკა ახლა მე დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლების კამერებს გადასარევად აქ ნანახი სად ვიყავი და სად მოვძრაობ. ბოლოს თქვენი კამერებით ვნახე რომ ირაკლი ნადირაძე და მურთა ზოდელავა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. როგორც პაატა ბურჭულაძე მეგონა რომ ესა პაატა მანჯგალაძე მეგონა რომ მეგონა სახში იყო წასული, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა რომ აი ეს ადამიანები აღარ იყვნენ რუსთაველის გამზირზე. არ მოიკითხეთ, მე ვთქვი თქვენი თანაპარტიელია ირაკლი ნადირაძე. თქვენი თანაგუნდები ხომ? არის და იქნება. არ მოკითხვის დონეზე ჩატებში რა ხდებოდა ეს ყველამ კარგად იცის ახლა რა და მე ამ შენიშვნას საკუთარ თავზე ვერ მივიღებ. არ მივიღებ ამ შენიშვნას ახლა რომ ირაკლი ნადირაძე და მურთა ზოდელავა მე მივატოვე. არ მივიღებ ამ შენიშვნას. რომ ცოდნოდა რომ იქ იყვნენ დარჩენილი შედიან ხელგადახვეული მურთა ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე სპეცრაზმალების პირისპირ. მათთან ერთად მხოლოდ 3 ადამიანი, არც ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მიდიოდნენ აქ დასალაპარაკებლად, ხო ესე იყო და მე დაიძაბა. არ ვიცოდი ამ გეგმის შესახებ. არ ვიცოდი ნანუკა. რა არის რომელი გეგმის შესახებ? აი მაგალითად აი ეს ამ კადრიდან 5 წუთში ვიყავი მე ორბელიანის მოედანზე და უკვე ირაკლი ნადირაძე რომელიც მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც ვნახე და ფიზიოლოგიური ხსნარი ვასხი სახეში იყო უკვე წიწაკის სპრეით მოთხრილი. ყველა საქმის კურსი იყო რა უნდა მოხდარიყო 4 ოქტომბერს. უბრალოდ ეხლა ესენი არიან ბოდიში და კურდღლები. აი ხა TV პირველი ჟურნალისტი როგორ შეიძლება რაღაცაში შეიძლება ტაში დაუკრან შეაქო, მაგრამ აი ახლა ამ ქაჯაიამ კედელთან მიაყენა ეს გუბაზიჩი და წარმოაჩინა მისი სახე. როგორც მამამისი მხდალი, კურდღელი არის, აი ისევე არის ეს შვილიც. ახლა ლაპარაკობს რაღაცა გაფითრებული სახით, ეშინია რომ ისიც პასუხისგებაში არ მიეცეს, რომ ვითომ მან არ იცოდა არაფერი, სად მიდიოდნენ, მას ეგონა რომ ეს ხალხი სახში წავიდა, ბოლოს ეს იმასაც იტყვის, რომ საერთოდ ნაცმოძრაობის წევრიც არა ვარო, ბოლოს შეიძლება ისიცაც თქვას, რომ მე საერთოდ კაცი არა ვარ და ქალი ვარო, ყველაფერს უარყოფენ ესენი. ესენი არიან გარეწრები. ამიტომაც იყო იმ პაატა ბურჭულაძის შვილმა რო თქვა, რომ ისა რა ქვია, ღალატს ჰქონდა საქმე, ღალატთან ჰქონდა ჩვენ საქმეო. 3 ადამიანი მიყვებიან მათ. მიდიან სპეცრასთან რომ დაელაპარაკონ. თქვენ ამ დროს სად იყავით? ჩაყავდით თქვენ? კი, ათონთან ვიყავით, ათონთან ვიყავით. ზუსტად მაგალითად არ ყოფილა. ზუსტად არა, თქვენ საკითხს ვამთ ესე რომ თითქოს და ეს ადამიანები ვინმე გაწირა, ეს ასე არ გახდათ, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელთა შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობდით. ანუ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ არსებობდა 2 მთავარი პრინციპი, რასაც ორგანიზატორები საუბრობდნენ, რის მიმართაც რწმენაც. ძალიან დიდ შანუკა, მაგრამ ეს თქვენ შენითუნაც კარგად იცით და პასუხისგებლობის გაქცევა არ არის. ყველამ კარგად იცის, ვინ იყო ორგანიზატორები, ვინ იყვნენ ორგანიზატორები და ამაზე თვითონ საუბრობდნენ და ჩვენ საუბრობდით. ხო, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ამ პროცესში. აქტიურად უჭერდა მხარს მეტი, ხო. მეც მათ შორის ის შეშტომა დავუშვო, არ მეგონა რომ იმ კონკრეტულ მომენტში მოხდებოდა მათი დაკავება და არ მეგონა რომ აქციაზე მოხდებოდა. 4 ოქტომბრის აქციაზე ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას არიღებდა, შესაძლოა ისინი გეგმას, შესაძლოა მათ არ მოწოდათ გეგმა მოვლენების განვითარების სცენარი, რომელიც ნახა საზოგადოებამ 4 ოქტომბრის აქციაზე, თუმცა მთავარი კითხვა არის, სად იყვნენ ისინი ირაკლი ნადირაძის და მურთა ზოდელავას დაკავების დროს. ირაკლი ნადირაძე ნაციონალური მოძრაობის წევრია, თვეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ტელეეთერებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებებს, როგორ პატიჟებდნენ ისინი 4 ოქტომბრის აქციაზე ხალხს. პოლიცსაბჭოს ხდომაც კი ჩაატარეს იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინათ ამ აქციისთვის და გარდა ამისა რეგიონ დადიოდნენ და ხალხს ეპატიჟებოდნენ აქციაზე. ბუნებრივია გაჩნდა კითხვა საზოგადოებაში, რატომ დატოვეს მარტო ირაკლი ნადირაძე პარტიის წევრი რუსთაველის გამზირზე, მაშინ როდესაც ყველა მიცოდა, რომ მათ დასაკავებლად აუცილებლად მოვიდოდნენ სამართალდამცველები, რადგან პაატა ბურჭულაძე სწორედ იმ საღამოს, იმ მომენტში რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმა შეაკითხა საავადმყოფოში. შესაბამისად, კითხვები ლოგიკურია, რა პასუხები მივიღეთ ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებისგან, ამას ახლა ჩვენი მაყურებლები მოისმენენ. გვაინტერესებს 4-ში სად იყავით ირაკლი ნადირაძის და მურთა ზოდელავას დაკავების დროს? მეუღლესთან ერთად ვიყავი ოპერასთან. და რატომ გაქრით იმ დღეს, აი 4 ოქტომბერს, როგორც კი საპროტესტო აქცია დაიწყო და დახმარება ჭირდებოდათ ამ თქვენს თანაგუნდელებს, რატომ არ იყავით მათ გვერდით? მე და ლაშა ტყეშელაძე ვიყავით ერთად. მე არ ვიცოდი, ნანუკა ეგ
ათონელისკენ დაიძარით, ჩემთვის სიურპრიზი იყო და ვერ მიხვდი რა ხდებოდა. მე ორთაჭალისკენ წავდით, დამაბნია მაგან და მე და ლაშა დღეშილაძე ერთად ვიყავით. ანუ არცად არ წახვედით, თქვენ დარჩით რუსთაველზე, ხო? ამას თქვენ გინდათ. არ ჩახ. ლაშა დღეშილაძე ვიყავით რუსთაველზე, იმიტომ რომ ვერ გავერკვიეთ რა ხდებოდა. ათონელისკენ დავიძრა, ჩემთვის იყო სიურპრიზი. მე ესეთი რამე არ ვიცოდი, რამაც დამაბნია, პირდაპირ გეუბნები. დაბნეული ვიყავით, პირდაპირ გეუბნები. რატომ არ მიხვედით ანუ ორგანიზატორებთან, თქვენს მეგობრებთან, თანაპარტიელებთან? ანუ რატომ დაბნეულები იყვნენ? რატომ მიხვედით და გითხრეს რომ დაბნეულები ვართო? ანუ მიხვედით ლაშა? ჩემ ცხოვრებაში არავინ არ მიმიტოვებია. მაინტერესებს სად იყავი 4 ოქტომბერს ირაკლი ნადირაძის და მურთაზ ზოდელავას დაკავების დროს? რუსთაველზე. სად რუსთაველზე სად იყავით? იმიტომ რომ ირაკლის და მურთაზის გვერდით ვიყავით 5 საათი და არც ერთხელ არ გვინახიხართ თქვენ. მეგობრებთან ერთად დაახლოებით 15 ნი ვიყავით და კიდე სხვა პარტიის წევრებიც რუსთაველზე დაახლოებით მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. და მაშინ როდესაც თქვენ თანაპარტიელს აკავებდნენ, ხომ იცოდით რომ დაიჭერდნენ აუცილებლად ირაკლის და ზოდელავას? ტელევიზორს არა, ტელევიზორის გარეშეც ხომ იცოდით ეს, ვასო? ხომ იცოდით ტელევიზორის გარეშეც? ხომ იცოდით რომ დაიჭერდნენ ბატონ მურთაზ და ირაკლის? ვიცოდი ეგამა. ირაკლისთან მაგ დღეს რა მქონია? და რატომ თქვენ ხომ ერთ-ერთი აქტიური ადამიანი იყავით, ვინც ჩართული იყო ხალხს მოუწოდებდით? ჩართული არ ვიყავი, შესაბამისად ყოველდღიური კომუნიკაცია საერთოდ არ მქონია ორგანიზატორებთან. აი ესეთი ხალხია მეგობრებო, აი ეს ნაციონალები. და ამიტომაც არის რომ უკვე თვითონ თავიანთ რიგებშიც კი უკვე მათ არავითარი ნდობა აღარ აქვს და სიმართლე რომ გითხრათ უკვე ეს პარტია დიდი ალბათობით დაასრულებს თავიანთ არსებობას და ნუ დიდად უკვე ჩვენ აღარავითარი იმედი აღარ უნდა გქონდეს იმისი რომ ესენი რაღაცას პრობლემა შეუქმნიან ქვეყანას თუ ხელისუფლებამ რა თქმა უნდა რეანიმირება არ მოახდინა თავად ნაცმოძრაობის 2012 წელს ჩვენ კუბოში ჩავდებით ნაციონალები და ბოლო ლურსმანიც დავაჭედეთ მაგრამ მე შემდგომში ამოგვაღებინეს ეს კუბოდან გაგვაცოცხლებინეს ის ვისი არ იყოს მიცვალებული ადგა ნაციონალებიც ადგდნენ და დაიწყეს მოქმედებები ეხლა არ ვიცი კიდე თუ ამოიღებენ ამათ კუბიდან თუ ესე კუბოში არიან უკვე ჩაწოლილებიც და დამარხულებიც არიან თავიანთი გუნდის წევრები თავიანთი პარტაქტივი აგინებს უშვერი სიტყვით ლანძღავს და აი ხა მეტი რაღა უნდა თქვათ ამ ყველაფერზე მეგობრებო აი მითხარით რაღა უნდა ითქვას ამ ყველაფერზე რასაც ჩვენ ხედავთ ესენი არიან გაკოტრებული პოლიტიკური პარტია რომელსაც პულსი არ ესინჯება და ალბათ დასავლეთი უკვე დასკვნებს გამოიტანს და იფიქრებს იმაზე რომ რაღაც ახალი ძალა შექმნას იმიტომ რომ ჩვენ კი ეხლა უკვე შეიძლება შვიდად ვიყოთ იმითი რომ ეს ნაცები დასამარდნენ თუ ხელისუფლებამ არ გააცოცხლა კიდე მაგრამ ის რომ საქართველოში არ იქნება დასავლეთის აგენტურა ეს მცდარი პოზიცია იმიტომ რომ ეხლა მე მოვისმინე ევროკავშირის განცხადება რომლებიც ფაქტობრივად ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭქვეს აყენებენ და ასევე მოვისმინე არაერთი ელჩის განცხადება რომლებიც თვლიან რომ არჩევნები ჩაიარა არჩევნებმა ესე იგი გარკვეულწილად არათანაბარ პირობებში რომ არ იყო აქ კონკურენცია თითქოს ვინმე დაუშარა ვინმეს რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში და ნუ აი ესეც სურათა გვაქვს საქმე და შექმნიან ისევ ძალას იმიტომ რომ დღეს აზერბაიჯანი სომხეთი არის დასავლეთის დაქვემდებარებაში და ამერიკის ეხა პაშინიანის რაღაცა სულელური განცხადებები ხან რუსეთისკენ არის ხან ამერიკისკენ არის და ამიტომ რუსეთის მის მიმართ არავითარი ნდობა არ გააჩნია მეგობრებო არანაირი ნულოვანი ნდობა არის პაშინიანის მიმართ და ორი კავკასიის ეს ქვეყანა რეგიონში არის დასავლეთის და ეხ საქართველოს არავინ არ დატოვებს ესე იქნება შტურმი საქართველოზე და ამიტომაც არის რომ აი ეხლა ამ აქციის ჩაფლავებასაც ბევრი იმას უკავშირდებდა რომ აიო ფსბ-მო დაგვამარცხა ჩვენაო რა მიმდებარე ტერიტორიას კიდევ შეგვისრულა FSB-ი ხალხო FSB-მ შეგვისრულა ზუსტად FSB-მ შეგვისრულა ზუსტად ან ხვა კი ბოდიშით ზუსტად აი ეს ადამიანები ვინც გითხრეს რა ვიცი დაწყებული ნაციონალური მოძრაობის სახეებიდან ბურჭულაძეები აქ კიდე კაცები რო დაყვებიან ესენი არიან FSB ზუსტად ესენი არიან FSB და
არ ვიცი, ხვალ თუ შეძლებთ და თუ ჩვენ შევძლებთ, ქართველი ხალხი თუ შევძლებთ ამ ნაძილების გარეშე, ამ ხალხის გამწირვალების გარეშე, ჩვენ თუ შევძლებთ და ხვალ მართლა დავორგანიზდებით, ეს იქნება ბოლო შანსი. იმიტომ რომ ამათ გაწირეს ადამიანები, ამათ ზუსტად, როცა ამბობდნენ მშვიდობით, ამათ ჯერ ბავშვებით მოდითო. და ბავშვები აიფარეს როგორც ღაზას სექტორში იფარებენ. და შემდეგ სპონტანურად სხვა გეგმები, სხვა კოორდინაციაში არავისთან არ მოვიდნენ, მათ შორის არც ჩვენ ჯგუფებთან, სხვა მებრძოლებთან არავისთან არ მოვიდნენ კოორდინაციაში, არ გაიკარეს ხალხი. და შემდეგ ზუსტად სპონტანურად შეჭრისკენ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრისკენ მოუწოდეს. 10 მილიციელი იდგა, ჩემი მეგობარიც იქ იყო, პირველი გაიქცა ის. 10 მილიციელი იყო და 1000-მა კაცმა, იმიტომ რომ თავდაცვის საშუალებები არ ქონათ, 1000-მა კაცმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია 10 მილიციელს. და ეს იყო ჩვეულებრივად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ჩვენ ქართველ ხალხს პაატა ბურჭულაძეებმა, ვიღაც პოლიტიკოსებმა, ნაციონალურ მოძრაობამ და დანარჩენმა ნადიმ ხმალაძეებმა კი შეგვისრულეს. და ზუსტად თავდაცვის საშუალებების გარეშე გამორიცხული არის. ახლავდა ქუჩას ვერ ვუახლოვდებით, საერთოდ ნოემბერ-დეკემბრიდან გასხოვებით, საერთოდ სხვა გასუშვებენ, რომლითაც თვალებით ბრმავდები სპეციალური ნიღაბი თუ არ გაქვს, ვერ ჩახვალ, ვერ მიეკარები იმ ქუჩას. დიახ. აი ერთი მინდა დიახ, თავდაცვის საშუალებების გაწირეს ხალხი, იმიტომ რომ არ იყო დაორგანიზებული, კიდევ იყვნენ აქ სხვა ადამიანები. უნდა წარმართულიყო თქვენ რა მოლოდინი ჰქონდათ ეს გაგვიზრდა. კოორდინაციაში უნდა მოსულიყვნენ, მერე კიდევ რაც გააკეთეს, ამათ აგროვეს თუ ამ ქვეყანაში იყო დარჩენილი აქტიური მებრძოლი ადამიანები და ჯგუფები და ასევე საზღვარგარეთიდანაც ჩამოსულები, უნდათ რომ ინფორმაცია მოეძიებინათ. დასვეს გუშინ თუ გუშინ წინ იყო ესეთი ჯგუფები, ზუსტად, ვითომ პაატა ბურჭულაძესთან იყო შეხვედრა, იყო ესეთი და პაატა ბურჭულაძე საერთოდ არ გამოცხადა. ამათ უნდათ ესეთ ხალხზე ქონოდათ ინფორმაცია ზუსტად და იცოდეთ ხალხო ამათ გაგწირეს. და ხვალ ბოდიში დავამატებ, ხვალ ან ჩვენ შევძლებთ, მართლა შევძლებთ, ვის ინტერესშიც ამ ქვეყნის დაცვა არის, ან ჩვენ შევძლებთ კოორდინაციას, ან დავივიწყოთ საერთოდ ყველაფერი. ზოგი ფსბ-ს აბრალებს ამ წარუმატებლობას, შემდგომ გამწარებულ გულზე პუტინის გინებაც დაიწყეს, ნახეთ აქციაზე. Путин зра! Кто такой Путин? Это не я говорю, я им вопрос задаю, понимаете? Это Грузия! Это Грузия! This is Georgia! Это Саакартвел! Я сейчас спрошу на грузинском. Путин зра! არა და ყველაფერი ცოტა სხვაგვარად იყო, ისევ აი რო დაუბრუნდეთ აქციის დაწყებას. უკრაინაში მებრძოლი ქართველები ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ იმაზე, რომ არც გამორიცხავდნენ იმას, რომ აქცია დამთავრდებოდა წარუმატებლად. აი გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, ჩვენო უეჭველი ამაზე ლაპარაკიც არ არისო, 4-იო ჩვენო ხელისუფლება შევცვლითო. Завтра у нас очень большой и важный день в Грузии. То, что правительство поменяется, это факт. Просто какой ценой и когда это все случится. Вот об этом есть сейчас разговор. К сожалению, в 2012 году Россия сделала специальную операцию и поменяла власть. Сейчас в Грузии не пророссийская, а именно российская власть. К сожалению, люди грузинскими фамилиями, такими же, как было давным-давно, Сергей Никитин, Филипп Бахарадзе, Лаврентий Берия, Йосиф Джугашвили, вот такие люди сейчас пришли к власти, к сожалению, и исполняют прямую задачу, прямые указания диктатора, маленького диктатора Путина. Я думаю, что уже пора поменяться и идти уже правильной дорогой. То, что Михаил Саакашвили в свое время открыл окно в Европу, и этой дорогой мы пойдем дружно, руку в руку с нашими братьями украинцами. მერე ჩვენ ნახეთ, რომ
ხელისუფლების ცვლილებისათვის მარტო აქცია არ იყო გამიზნული აქციის ჩატარება. სუსმა აღმოაჩინა სამალავები იარაღისა, სადაც გარკვეულწილად იყო გარკვეული მინიშნება და გარკვეული ესე იგი ეს იურიდიული ფაქტობრივი მდგომარეობა იმისა, რომ ესენი ამას ყველაფერს გამოიყენებდნენ სახელმწიფო გადატრიალების. ეხლა ერთი სამალავით შეიძლება ეს არ იყოს საკმარისი, ალბათ სხვა სამალავებიც არის, მაგრამ უშიშროებამ ერთი სამალავი ნამდვილად აღმოაჩინა, ჩვენ ნახეთ ეს მედიის მეშვეობით. საშუალებები. საბრძოლო მასალის გამოყენებით კი 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. დამზადებული იყო დეტონატორის პულტიც. ეს გეგმაც სუსმა აღკვეთა. იძმო. ყველაფერი აქ არის. რაც შევიძინეთ არაფერზე არ ინერვიულონ, გადაეციზმო. ყველაფერი იგნა თავის ადგილზე. დიახ, მეგობრებო, აი ესეთი სიტუაცია იყო იქ მაშინ და ჩვენ ახლა როდესაც აი ამაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ თუ ხელისუფლება სურს, რომ გარკვეულწილად ქვეყანა იქნას აცილებული აი ამ უბედურებებისაგან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის ვაკხანალია, რაც არ არის. თუ ჩვენ ახლა კლავაც ტევ პირველი და ფორმულა უნდა გქონდეს ჩართული. კლავაც ჩვენ უნდა უნივერსიტეტები უნდა დაუტოვოთ ნაცებს. კლავაც უნდა სახელმწიფო სტრუქტურებში ესენი ბოგინობდნენ. მერე კიდევ რაღაცა პერიოდის მერე ისევ დარტყმები განხორციელდება. მერე ეს არეულობა ქმნის იმ სურათს, რომ არავინ ინვესტიციას აღარ ჩადებს ამ ქვეყანაში. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკოთ ეს. ეხლა აი როგორც ეხლა მაგალითად ბალახს გათიბავ და შემდგომში ამოვა, ისევე ეხლაც თუ ჩვენ ეს სარეველა არ ამოვიღებ ძირფესვიანად, ხო? ეს კლავაც იმ თავის შხამს ისე წარმოაჩენს. ჩვენ ესენი ფესვებიანა უნდა ამოვგლიჯოთ. ეს გააკეთა რუსეთმა, ბელორუსმა, თურქეთმა. თურქეთში, ეხლა მე არ ვიძახი, რომ ეხლა ნახევარი საქართველოს დავიჭიროთ მეთქი, მაგრამ თურქეთში ერდოღანმა გადატრიალების შემდგომ ლამის ნახევარი თურქეთი დაიჭირა. და მე ვფიქრობ, რომ თუ აქ მკაცრი პოლიტიკა არ გატარდა, ჩვენ მივიღებთ ბოლო-ბოლო ისეთ შედეგს, რომელიც მართლა ქვეყანას დაღუპავს. ერთხელ გადარჩი, ორჯერ გადარჩი, მესამეჯერ ვეღარ გადარჩები, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები. ის რომ რაღაცა ეხლა ისეთი მწვავე განცხადებები არ იყო, ეს იმის ბრალია, რომ უცბად მოხდა ამ გადატრიალების ჩაფუშვა. აქ რომ რაღაცა გამწვავებულიყო სიტუაცია, შეტაკებები რომ მოხდარიყო, აქ რომ სისხლით დაღვრილიყო, მერე თქვენ ნახეთ, იქ ელჩებიც გამოვიდოდნენ და დადგებოდნენ იქ პარლამენტთან და მთავრობის სასახლესთან. მაგრამ ეს იმიტომ არ მოხდა, რომ აი ჩვენ პირადად ჩემთვისაც გასაოცარი იყო ის, რომ ძალიან მალე მოხდა აი ამ ყველაფრის ესე ჩახშობა. პრინციპში თვითონაც აი რა ვიცი შიდა ღალატი იყო მე არ ვიცი მართლა FSB მიმუშავა მართლა ვინ იმუშავა მაგრამ ფაქტი ერთია რომ აქ რაღაცა თლათ ისე რაღაც გარკვეული სპეცსამსახურების ხელი მართლაც არის ჩარეული იმიტომ რომ ეს კაცი ბურჭულაძეს და ზოდელავაც კი შეიძლება პოლიტიკურად დიდი ახლა ისინი კორიფეები არ არიან მაგრამ არც ისეთი სულელები იყვნენ წასულიყვნენ აი ესეთ მრავალწლიან ციხეზე რომ გარანტია არ ქონოდათ იმისა, რომ იქ მივიდოდნენ და რაღაცა გარკვეულწილად ეკნებოდათ ზურგი. და ამიტომაც იყო კიდევ ერთხელ მე პაატა ბურჭულაძის შვილიც და კიდე სხვაებიც ლაპარაკობენ ღალატზე, რომელი ღალატიც როგორც ჩანს იყო მათი გუნდში. და ამიტომაც არის ეხლა რომ როგორც აი ესე იგი სამჯერ მამლის ყივილის შემდგომ სამჯერ უარყო პეტრემ, ისე უარყვეს ეხლა ნაციონალებმა ეს ყველაფერი და ბურჭულაძეზე ხდება ხელის გაშვერა, აგერ გუბაზიშის განცხადება მოგასმენინეთ, კიდე სხვების, ლელო საერთოდ ჩაისვარა ლელომ, ისინი საერთოდ არც მისულან აქციაზე. ანუ ეს არის
კიდე ერთხელ მიმორებს სრული ლუსტრაცია და თვითონაც ამბობენ, რომ ქვეყანას არ ყავს ოპოზიცია და მართლაც ესეა, ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიცია ეროვნულ პლატფორმაზე და არა ნაცხროვის მხრიდან და ჩვენ უნდა გქონდეს ყავდეს ისეთი ძალები, რომლებიც ქვეყნის სასარგებლოდ იმუშავებდნენ, ჩასაფრებული პოზიციაზე კი არ იქდებიან, არამედ ქვეყნის გამტკიცების, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცების პოზიციიდან გამოვლენ და ბოლოს ისე მივიდნენ, ისეთ საცოდავ მდგომარეობაში იყვნენ ესენი, რომ ცრემლებიც კი ვნახეთ მათი მხრიდან, როგორ აღვარღვარებდნენ სტუდიაში ცრემლებს, არა და მანამდე სულ სხვა რაღაც გარკვეულ პლატფორმაზე და სხვანაირ განწყობებზე ვხედავდით. ეს რისი ცრემლები იყო, ესე დავსვამდი კითხვას, რა. მე ემოციებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ალბათ. კი ბატონო, გსურს რომ შემიძლია გიორგისთან გავაგრძელო საუბარი თუ რაღაც თავს ისე გწნო. კი ბატონო, კი ბატონო. ქრონიკებს დატოვა ბოდიშტი მამაყურებელსაც მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ გიორგისთან გავაგრძელო. ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე აწონდა დიდმა ილიამ და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველოს რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე ქება დიდებითა და მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველოს დამარცხებული აღა-მაჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველოს, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინისკარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველოს უხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ, თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია, ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავზარსას სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუსგატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო. რუსეთის განშიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა. და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღა-მაჰმად ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს ამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგი 1798 წელს თხოვდა იმპერატორს, პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურულს, სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე.
ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელი ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში. შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. სამი ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტბილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა артиლერიის კუთვნილებანი ხელდა და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლება სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა. აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენ დამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის კარიდან დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ბრდა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარით ცეცხლითა და מחვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ბრთა შესხმული. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, წამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერატყობ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეთს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი, ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდები და უხერხი სრულიად საქართველოს პატრიარქი თოს შენდობას ყოველი ჩემი შესოდებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედოს საქართველოს თავისი მოწყალე თვალით
ალბათ მინოსამ ძიმე ჟურით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიგეთ მოპატიეთ ჩემს ერთმან შეგინდოთ ეს სინანულის სრემლები სიმღერის არ იყოს სინანულის სრემლები რომელიც თქვენ გაქვთ ეს არის ის სრემლები რომლებიც თქვენ დაიმსახურეთ იმიტომ რომ თქვენ გინდოდათ რომ მთელი საქართველო აგეტირებინათ თქვენ გინდოდათ შავ ძაძებში შემოსილიყო ქართველი დედა როგორც ეს უამრავი სახელმწიფო გადატრიალების დროს მომხდარა საქართველოში ქონა ჩვენ სახელმწიფო გადატრიალება თქვენ გინდოდათ საქართველო ატირებულიყო თქვენ გინდოდათ რომ არც ერთ რევოლუციას არ მოაქვს ქვეყანაში კეთილდღეობა 2003 წლის რევოლუცია მოიტანა ქვეყანაში აფხაზეთის და ცხინვალის დაკარგვა ადამიანების დახოცვა საქართველოში 92 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანა გრევა სისხლისღვრა და ვაება და რა ვიცი ყველაფერი უბედურება და ეხლაც ეს რომ მომხდარიყო აი ეს ვაჟბატონი რომ აღვარღვარებდა იქ ცრემლებს ხო აი ესე ატირდებოდა უამრავი დედა იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით ესენი რას აპირებდნენ ესენი აპირებდნენ იმას რომ ხელისუფლებაში რომ მოვალთო ყველას დავიჭერთ ყველას გავანადგურებთ ყველას გავაციმბირებთო ჯერ არ იყვნენ მოსული ხელისუფლებაში და წარმოგიდგენიათ ესენი რომ ხელისუფლებაში მოსული იყვნენ რასიზმი ამიტომ მე მიკვირს ზოგიერთი ადამიანის რომ ეხა ლაპარაკობს იმაზე და გინდაც აი ბოდიში და აი ამ ყველაფრის წინ რომ რაღაცა ელოდებოდნენ როგორ წავიდოდა პროცესები სიმართლე რო გითხრა ხელისუფლებამ ყველაზე მეტად ჩვენ გვატყინა გული და ძალიან ბევრ ადამიანს მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ოღონდ ეს არა და სხვა და მტერს შევეკრა ჩვენ ამაზე ჩვენ თანხმდებით რომ ესე არ უნდა გაკეთდეს და მე ძალიან კარგად ვიცი როგორი განწყობები ქონდათ ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში ჩაბუდებულ ზოგიერთ პორტირებულ ნაცს რომ ელოდებოდნენ იმას რომ როგორმე რაღაცა იქნება შეცვლილიყო და გადამხტარიყვნენ ეხლა რა სიზამთ მაინტერესებს არ გცხვენიათ ეხლა აი იმ აქციაზე ეხლა იმდენი კამერები რომ დააყენეთ ერთი ნახეთ რა ხალხი იყო იმ აქციაზე არ იყო ეხლა თლა ცოტა ხალხი მისული იქა ჩვენში დარჩეს ნუ 10000 კაცი საქართველოს ყვალობაზე არც ისე პატარა რიცხვია და იმ 10000 თუ 12000 კაცი და რამდენი სახელმწიფო მოხელია რომელიც მუშაობს დღესაც სტრუქტურებში და საბოტაჟს ახდენს ხელისუფლებისა და ქვეყნისა და ამ დროს პატიოსანი შრომელი ხალხი არის სხვადასხვა გარკვეული აი ამ პრივილეგიების მიღება სამსახურის გარეშე ლუკმაპურის გარეშე მე არ ვიცი ყოველი რაღაცა ესეთი გადატრიალების შემდგომ ჩვენ ნამუზე ვაგდებთ თითქოს ხელისუფლებას აბა ეხლა ქენით მაგრამ რეალურად რო ვთქვა სიმართლე ბოლომდე მაინც არ მიდის საქმე ეხლა გასაგებია ვიღაცებს დაიჭერენ გაჩნდება ეგრეთ წოდებული სინდისის პატიმრები ვითომ რაღაცა იქით მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ სარეველა უნდა იქნას ამოღებული ბოლომდე თორე ხვალ და ზეკ ეს შხამიანი სცენარე შხამიანი ეს არსებები კვლავად დაწამლავენ ამ ქვეყანას ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოლომდე საქმე თორე ნახევრად მიყვანილი საქმით არაფერი არ გამოვა ამით მე მინდა დაგემშვიდობო ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ